ემანისის შემდეგ უფასო სამედიცინო გამოკვლევებით მარნეულის მოსახლეობა მისარგებლა. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ლოგომედის ინიციატივით უფასო გასინჯვები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზრდილებს ჩაუტარდათ. გამოკვლევების მიმდინარეობას გუბერნატორი პატა ხიზანაშვილი მოადგილესთან და მარნეულის გამგებელთან ერთად ესწრებოდა. უფასო გამოკვლევები მიზნად დარღვევების დროულ გამოვლენასა და დიაგნოსტირებას ისახავს. სამედიცინო გამოკვლევები იგეგმება თეთრი წყაროში, ბოლნისსა და წალკაში. შემოწმების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს კონსულტაციას და უკვე ადრეულ ეტაპზე ხდება ამა თუ იმ დაავადების მიმდინარეობა. სხვა დაავადებები ჩდება ზოგჯერ უჭირთ მოქალაქეებს ტრანსპორტის უქონლობის გამო, თანხების უქონლობის გამო უჭირთ რომ შესაბამის კვალიფიკაციის ექიმებთან მივიდნენ. ამიტომ ექიმები თვითონ მოდიან ადგილებზე და აი ჩვენ რამდენიმე რაიონიღა დაგვრჩა. მე მგონი ახლა აქცია გვექნება თეთრწყაროში, წალკაში. აღნიშნული პროფილის ექიმები ჩვენ არ ყავს რაიონში და მეტყველების და კორექციის ცენტრი ლოგომედი ახლა აწარმოებს აქციას რაიონში და უფასო კვლევებს უკეთებს აღნიშნული პროფილის ბავშვებს. მე მინდა მადლობა გადავუხადოთ ლოგომედს, ექიმებს, ვინც ჩამობრძანდა ჩვენთან ყველას და რა თქმა უნდა თვითონ ბატონ ჩვენს გუბერნატორ პატა ხიზანაშვილს, რომელიც იყო აღნიშნული აქციის ინიციატორი. ხშირი იყო ბავშვთა ცერებრული დამბლები და სმენის თანდაყოლილი დაქვეითებით გამოწვეული პათოლოგიები, იყო უკვე ნაოპერაციები და იმპლანტირებული ბავშვებიც. განსაკუთრებით აი ამ კატეგორიაზე გავამახვილეთ ყურადღება, რადგან მათი რეაბილიტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი. მიეცათ რეკომენდაციები